კახა კალაძეზე, მათ შორის პირველ ყოვლისა, კახა კალაძეზე და ზოგადად საქართველოს ხელისუფლებაზე მინდა გესაუბროთ დღეს. კახა კალაძეზე, რომელზეც ადრე რამდენიმე ხნის წინ ბევრჯერ მithქვამს, რომ მან უღალატა ღირებულებებს არ არის სწორი სიტყვა, ღირებულებები მას არასოდეს ჰქონია, მაგრამ ფუნდამენტური ღირებულებები, მაგრამ მან უღალატა იმ წარსულს, საიდანაც ის მოდის. უღალატა თავისი პირველ ყოვლისა ანტიუკრაინული პოზიციით, პოლიტიკით, ხედვებით, დამოკიდებულებით, უკრაინის მიმართ მტრული დამოკიდებულებით იმ უკრაინისა, რომელშიც ის ასე რომ ამბობენ ხოლმე კაცად იქცა, მაგრამ ამგვარ სიტყვას არ გამოვიყენებ ახლა. რომელშიც ის ფეხბურთელად, წარმატებულ ფეხბურთელად იქცა, ყოველ შემთხვევაში იქ დაიწყო მისი კარიერა. არ არის მისი ცხოვრების მთავარი მწვრთნელი ვალერი ვასილევიჩ ლაბანოვსკი, უმძიმესი კაცი. ამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი და ფართო საზოგადოებისათვის ცოცხალი. მაგრამ ვალერი ვასილევიჩ ლაბანოვსკის უნდა უმადლოდეს ის, რომ ის ფეხბურთელად იქცა. და ვალერი ვასილევიჩ ლაბანოვსკის უკრაინას უღალატა მან მის წინააღმდეგ წავიდა საკუთარი პოზიციებით. გარდა ლაბანოვსკისა, ის წავიდა მისი მეგობრის შევჩენკოს და შევჩენკოს უკრაინის წინააღმდეგ. შევჩენკოს წინააღმდეგ ასე გეტყვით, იმიტომ რომ ყველა პოზიცია გამოხატული კალაძისა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, გარდა იმისა, რომ იყო ანტიუკრაინული, იყო პრინციპში მტრულიც კი კონკრეტულად შევჩენკოს მიმართ. მაგალითად, პოზიცია მარტო ვერბალურ პოზიციას ან კომენტარს არ გულისხმობ. მაგალითად, მithქვამს მე, რომ აქ რო გამართა მატჩი კალაძემ და მოიწვია მილანის ვარსკვლავები, მას არ მოუწვევია შევჩენკო. რატომ? არდა ეს შევჩენკო უბრალო კაცი კი არ არის, გარდა იმისა, რომ წარმატებული ფეხბურთელი იყო მილანში უმთავრესად. გარდა ამისა, შევჩენკო არის უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. ხო და რატო არ მოიწვია, მეთქი ახლა ესე ვიკითხავ. იმიტომ რომ შევჩენკოს აქვს უკრაინული, პროუკრაინული, ანუ პატრიოტული პოზიცია. ანდრეი შევჩენკოს უთქვამს პრივატულ საუბრებში, პირველი პირებიდან ვიცი, უკაცრავად რუსულისთვის, что, говорит, я больше не звезда, Милана втаргнут. მე რა აღარა ვარ მილანის ვარსკვლავი, თუ ზედორფია და არის, თუ რონალდინიოა და არის, თუ სხვები არიან, შევჩენკო მათ და ჩამოუვარდება როგორც მილანის ვარსკვლავი. ხო და აი ამ კახა კალაძეზე, არსით რუსზე მეტწილად მასზე მინდა საუბარი. როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება უკვე ხვდება, რომ შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში, სულაც არ შეიმუშავებენ, ჩამოაყალიბებენ პოლიტიკას, რომელიც ქართული ოცნებისათვის, ბიძინა ივანიშვილისათვის და მისი ამალისათვის იქნება მისაღები. როგორც ჩანს, ისინი ხვდებიან, რომ პირველ ყოვლისა თეთრი სახლი და სახელმწიფო დეპარტამენტი დიდად ვერ იცლიან ამ პატარა საქართველოსთვის და ეს ამბავი, საქართველოს ამბავი ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში გადაელოცა კონგრესსა და სენატს, სადაც იცით თქვენ, რამდენიმე კანონმდებელი განსაკუთრებით აქტიურობს და არა მხოლოდ რესპუბლიკელები. აი მაგალითად რესპუბლიკელია კონგრესმენი ვილსონი, რომელიც პლატფორმა X-ზე სტატუსზე წერს საქართველოსთან დაკავშირებით. მაგრამ რესპუბლიკელი სულაც არ არის სენატორი შახინი, ოდინდელი მეგობარი ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისა, რომელიც ასევე გამოირჩევა ქართული სახელმწიფოს მხარდამჭერი განცხადებებით, აღარაფერს ვამბობ რესპუბლიკელ სენატორ რიშზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ძალიანაც აქო თვით პრეზიდენტმა ტრამპმა პრაქტიკულად უწოდა რამას მარჯვენა ხელი სენატში რესპუბლიკური ადმინისტრაციისა, რომელიც არის თავის მხრივ თეთრ სახლში. მცდელობების მიუხედავად
ქართულმა ოცნებამ და კონკრეტულად ბიზინა ივანიშვილმა, რომელმაც დაიქირავა ლობისტები და არა ერთი, რომ მათ დაელაგებინათ როგორღაც ურთიერთობა უმაღლეს ხელისუფლებასთან შეერთებულ შტატებში, ცდილობების მიუხედავად ეს ვერ მოხერხდა, ვერ ხერხდება და შესაბამისად ბიზინა ივანიშვილმა თავისი გამობიზინებულების ხელით თუ სახით თუ პირით დაიწყო განაგრძო ანტიამერიკული კამპანია. განაგრძო ანტიამერიკული კამპანია და ერთი-ორჯერ მამუკა მდინარაძეს და ასევე შალვა პაპუაშვილსაც წასცდათ, რომ თუ დონალდ ტრამპი დაალაგებს კი არა დაამარცხებს Deep States, ამ შემთხვევაში თუ აღდგება ჩვენი ურთიერთობებიო. აი სხვა შემთხვევაში კი ურთიერთობების აღდგენას არც უნდა მოველოდეთო. Deep State-ის დამარცხების საფუძვლად თუ წინაპირობად თუ თვალსაჩინოებად ბიზინა ივანიშვილმა და მისით დაავადებულებმა მიიჩნიეს გაგიკვირდებათ და არა თავად Deep State-ის როგორც ასეთის დამარცხება, არამედ მიიჩნიეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენა. აი ჩვენთან თუ დაალაგდება ურთიერთობები, მხოლოდ ამ შემთხვევაში მივიჩნევთ რომ Deep State-ი დაამარცხებულიაო. ეხლა მე მინდა აგიხსნათ როგორ ხდება ქართული ოცნების მესიჯების გავრცელება ძირითად საკითხებზე, ძირითად და გენერალურ საკითხებზე. როდესაც რაღაცა მნიშვნელოვანი საკითხი და არა გზის, საბავშვო ბაღის გახსნაზეა მესიჯი გასაკეთებელი, არა ხის დარგვაზე, არამედ ისეთ საერთაშორისო ან გლობალურ ან კონცეპტუალურ საკითხებზე ქართული ოცნების ჩატებში, WhatsApp-სა და სიგნალზე ვრცელდება FSB-ში შემუშავებული ინსტრუქციები. აი აქ ამასთან დაკავშირებით უნდა გაკეთდეს ეს განცხადება, ზოგად ინსტრუქციას იძლევიან ლუბიანკიდან. მერე უკვე ამ ქართული ოცნების ჩატებში, WhatsApp-სა და სიგნალში ადნაკლასნიკებზე მეთქი ასე გეტყოდით, მაგრამ ცხადია ადნაკლასნიკებს ისინი არ ხმარობენ და კარგსაც ჩვეფიან. თუმცა მეილრუზე კი აქვს ზოგიერთ მათგანს ელექტრონული პოსტა. მოკლედ, WhatsApp-სა და Facebook-ზე კი არა სიგნალში პირველი წრე არსებობს და ამ პირველ წრეში პირველი ჯგუფი არსებობს, ყველაზე მაღალი ჯგუფი, ყველაზე ძლიერი ჯგუფი, არის 5-6 კაცი გააწევრიანებული. ესენი არიან პაპუაშვილი, კობახიძე, კალაძე, დინარაძე, არ მინდა შემეშალოს და გამომრჩეს ვინმე. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია წულუკიანი და მეტი არც არავინ, 5-6 კაცი. შესაძლოა 1-2 გამომრჩა. არსებობს მეორე ჯგუფი, მეორე ეშელონი, მესამე ეშელონი, აი მაგალითად ზარქუა არის არა წინარეს მესამე თუ მეოთხე, არა უფრო წინ მესამე თუ მეოთხე ჯგუფისა. ის ზარქუა, რომელსაც სენატორ შახინძე წამოწდა თავის დროზე, ისაც წამოწდა, ჩათლახიაო თქვა. გეხსოვებათ, არა, off the record თქვიო, თუნდაც off the record რატო თქვი სენატორზე, მაგრამ ირაკლი ზარქუამდე არ დავხურდავდეთ ახლა. მოკლედ, რუსული ინსტრუქციები მოდის ამ ჩატებში და რუსული ინსტრუქციების თანახმად და შესაბამისად ქართული ოცნების ბანდის პირველი ეშელონის წევრები ინაწილებენ მესიჯს პაპუაშვილმა, ეს უნდა თქვას, დინარაძემ ეს უნდა გაიმეოროს ლექსიკით და ხშირ შემთხვევაში სინტაქსითაც, ხშირ შემთხვევაში ზმნებიც კი აბსოლუტურად იდენტურია. თუ კალაძე ამბობს, პაპუაშვილიც ამბობს, თუ პაპუაშვილიც ამბობს, კობახიძეც ამბობს, თუ კობახიძეც ამბობს, დინარაძეც ამბობს და ასე შემდეგ და თუ მაგალითად გამოსაყენებელია სიტყვა კობახიძეეული ჩალის ფასი აქვს, შეიძლება დინარაძემაც გამოიყენოს ეს სიტყვა, კალაძემაც გამოიყენოს. ხო და მას შემდეგ, როდესაც ივანიშვილმა და მისმა რუსულმა სპეცსამსახურებმა შესანიშნავად იგრძნეს და დაინახეს, რომ ისმა ინსტრუქტორებმა, რომ ცდილობების მიუხედავად ბიზინა ივანიშვილი ვაშინგტონთან ურთიერთობებს არ ალაგებს ამ უკანასკნელის პირველ ყოვლისა მოუცრელობის გამო უამრავი პრობლემაა მსოფლიოში და ტრამპის ადმინისტრაცია გრენლანდიიდან დაწყებული ჰუსიტების წინააღმდეგ ბრძოლით დაამთავრებული, გაგრძელებული ახლო აღმოსავლეთის, აზიის, ოკეანის, ჩვენ ხო არ ვიცით პრობლემების დიდი ნაწილი, მნიშვნელოვანი ნაწილი
რასაკვირველია უკრაინის კონტექსტის და ასე შემდეგ გათვალისწინებით საქართველოსთვის ვერ იცლის და ვერც მოიცლის. აქ იგი გითხარით, რომ სენატორებმა და კონგრესმენებმა გაადაწყვიტეს საბოლოოდ გადაწყვიტეს საქართველოსთან დაკავშირებით პოლიტიკის შემუშავება, მით უფრო რომ საქართველო ძალიან სტრატეგიული ქვეყანაა მრავალი თვალსაზრისით. აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ხაზია, სივრცეა, ხაბია. შუა დერეფანი გადის საქართველოზე მისი დიდი ნაწილი. საქართველო მოკლედ არ ანძნელად ეთმობა დასავლეთს და კონკრეტულად შეერთებულ შტატებს შავი ზღვის რეგიონის კონტექსტშიც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და აი ლიდერობა ამ თვალსაზრისით კონგრესში ვილსონმა, ხოლო სენატში სენატორმა რიშმა აიღო და სხვებმაც რასაკვირველია და აი ამ ჩატებში შესაბამისად გავრცელდა ქართულ ჩატებში, ქართული ოცნების რუსული ჯგუფის ჩატებში გავრცელდა სენატორი რიშის და შახინის საწინააღმდეგო განცხადებები, რომლეელთა გაკეთებაც საკუთარ თავზე აიღო ყველამ, მაგრამ განსაკუთრებით ვიპენდრივაეცსა წინ წამოწეული კვლავაც გახდა კახაკალაძე, რომელიც ამითაც კი ისამარებს საკუთარ თავს, როგორც მოქალაქისა, აღარ ვლაპარაკობთ როგორც პოლიტიკოსზე, ის დასამარებულია ისტორიაში და აწმყოშიც დასამარებული იქნება როგორც პოლიტიკოსი, მაგრამ კალაძე ვითარცა ერთ-ერთი ყველაზე უჭკუო და პირი, რომელიც ვერ თვლის და დოლარებს აკიდინებს საკუთარ ხოლს უგავიხსენებ ხოლმე საკუთარ მეუღლეს და საახალწლო ნაზვის ხეზე, გამოირჩა ამგვარი განცხადებით. შახინიც მცანებს კალაძე. რა რიშიც, ესენი არიან ადამიანები, ვინც ბოლო წლების განმავლობაში გამოირჩევა ანტიკართული განცხადებებით, ეს ადამიანები პირდაპირ ებრძვიან ქართულ სახელმწიფოებრიობას, ეს ადამიანები პირდაპირ ცდილობენ, რომ მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება, დაპირისპირება, რევოლუცია დაამხონ საქართველოს ხელისუფლება და ხელისუფლებაში მოიყვანონ მათთვის სასურველი ძალები. ანუ პირდაპირ ვიტყვი აგენტურა, რადგან როცა დაჭირდებათ, აგენტურა და ქვეყანა გამოიყენონ მათი ინტერესების გასატარებლად, არანაირი მეგობრობა ამ ადამიანებს ხშირად საქართველოსთან იმართებაში არ იკვეთენ ხალხმა. მე მინდა ახსნა. ეს არის განცხადების ნაწილი. მე მინდა ახსნა. შეერთებული შტატები რომ არა შეერთებული შტატები კალაძის სამშობლო რუსეთია, მაგრამ ჩვენი სამშობლო არ იარსებებდა. დადიახ 2008 წელს და მანამდეც, როდესაც ასე მაგალითად შეერთებულმა შტატებმა დაიწყო წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა და მანამდეც, როდესაც 91 წლის 25 დეკემბერს აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა, გაგანია გადატრიალება მიდიოდა თბილისის ცენტრში. გადატრიალება და არა სამოქალაქო ომი, რევოლუცია ან მსგავსი რამ. უკვე შემდგომად შევარდნაძის პერიოდში, როდესაც შეერთებულმა შტატებმა არსებითად დაუჭირა მხარი შევარდნაძის და არა მხოლოდ შევარდნაძის ინიციატივებს სწორედ შუა დერეფანთან და ასევე ბაქო-თბილისი ჯეიხანთან, ბაქო-თბილისი ერზერუმთან და სხვა მნიშვნელოვან პროექტებთან იმართებაში, უკვე შემდგომ, როდესაც რუსები შემოდიოდნენ აქ სპეცოპერაციით, აპირებდნენ რა ერთობლივი შევარდნაძეს ულაგებდნენ, ცდილობდნენ დაელაგებინათ შევარდნაძესთან არსებული ბანდიტების მეშვეობით და გამოყენებით, აპირებდნენ ანტიტერორისტული ერთობლივი ცენტრის და რეალურად კი ბაზის გაკეთებას. 99 წლის სტამბოლის სამიტის გახსენება შეიძლება მანამდელი შეკრებისა, თავყრილობისა, მნიშვნელოვანი შეხვედრისა. უკვე შემდგომ 2001 წელს ისევ და ისევ ანტიტერორისტული ცენტრის კონტექსტში, როდესაც შეერთებულმა შტატებმა დაიწყო უმნიშვნელოვანესი ჩვენი შეერაღებული ძალების წვრთნის და აღჭურვის პროგრამა. უკვე შემდგომ 2003-დან ვიტყვი ასე 2008 წლამდე არაერთი საფორტ განცხადება და პოლიტიკა საქართველოსთან იმართებაში ნებისმიერი ადმინისტრაციის პირობებში. 2008 წელს საქართველოში ცის ჩაკეტვა შეერთებული შტატების მხრიდან თუ მიერ და აღარ ვლაპარაკობ იმას, რომ შეერთებული შტატების მე-6 ფლოტი შემოვიდა ხმელთაშუა ზღვაზე და ოდესმე გავაკეთებ ვიდეო ბლოგს იმასთან დაკავშირებით, როგორ შემოვიდა, როდესაც არსებითად მაშინაც თურქეთის ხელისუფალი იყო რეჯეპ ტაი ერდოღანი და ის არსებითად ეწინააღმდეგებოდა მე-6 ფლოტის შემოსვლას ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვაზე და ამის მიუხედავად ამერიკელებმა ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, გამოარღვიეს ბოსფორის სრუტე და დაიწყეს სამხედრო ჰუმანიტარული ოპერაცია, რომელზეც რუსებმა მერე მოიფიქრეს და ქართველ იდიოტებს ავრცელებინეს ინფორმაცია, რომ პამპერსი და წყალი ჩამოგვიტანეს ამ
წყლის და პამპერსის, კალაძის პამპერსის ქვეყანაშიო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შეერთებული შტატებში აი ამ ყველაფერს ლობირებდა რამდენიმე უმნიშვნელოვანესი სენატორი და კონგრესმენი. და სენატორი შახინი ჩათლახიო უწოდა ირაკლი ზარქუა, რომელიც იმ ხანად სწორედ პამპერსში დარბოდა და სენატორი რიში, რომელიც მაშინაც იყო ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე სენატში, დიდი ხანია ეს კაცი სენატორია და ითვლებოდა რესპუბლიკური პარტიის მაკეინის და დღესაც ითვლება შემიძლია ასე ვთქვა მაკეინის დაჯგუფების ერთ-ერთ წარმომადგენლად, ლიდერად და სხვები ამ ყველაფერს კურირებდნენ, ამ ყველაფერს ლობირებდნენ, ამ ქვეყანის ამ ყველაფრისთვის იღბწოდნენ. და ესენი აი ახლა აკრიტიკებენ, რატომ აკრიტიკებენ და უბრუნდით ამ კითხვას. ასეთი სულელები არიან? არა. იმიტომ რომ შესანიშნავად ხვდებიან და შესანიშნავად იციან, რომ ბიზინა ივანიშვილს ტრამპის ადმინისტრაციასთან ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით არც არაფერი გამოუვიდა და კალაძეს დაევალა და მდინარეზე აიღებს ასპარეს ესტაფეტას, დროშუკას ანტიამერიკული კამპანიისა პაპუაშვილს გადაულოცავს და მე თვით კობახიძეს თვით რა საკვირველია ბჭყალებში გააკეთებინებენ განცხადებას იმის თაობაზე რომ ამერიკის შეერთებული შტატების ეს წარმომადგენლები არიან deep state-ის წარმომადგენლები და საქართველოს ომში ითრევენ აკი ესეც თქვა რუსთავიორთან ინტერვიუში კალაძემ მე ვიციო რომ ღარიბაშვილს და კობახიძეს შეხვდენო ამერიკელები არ უხსენებია იქ მაგრამ მე ვიცი რომ შეხვდენო დასავლელი პოლიტიკოსები რომლებმაც პირდაპირ მოსთხოვეს საქართველოს ომში ჩართვა მე მოვუწოდებ მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე ამ პრემიერად წოდებულს მერად წოდებულს პარლამენტის თავმჯდომარედ წოდებულს სხვებს და ასახელონ ერთი პირი მაინც. ოღონდ ისე კი არა როგორც ევროკომისარი ვარხეი დაასახელა თავის დროზე ირაკლი კობახიძემ როცა თქვა რომ ვარხეი დამემუქრა მე ფიცოს ბედის გაზიარებითო რომელიც უკვე შემდგომ ერთგვარად ან ორგვარად ან სხვადასხვა გვარად უარყო სუსის უფროსმა ლილუაშვილმა რა სისულელეა ეს მუქარა არ ყოფილაო არამედ დაასახელონ და ბოლომდე ეგრეთ წოდებულად მიაწვდნენ ამ საქმეს და გამოიყვანონ სააშკარაოზე ის საერთაშორისო დონის პოლიტიკოსი ხელისუფალი თუ ასე შემდეგ რომელიც ვითობ ჩვენ ომში ჩართვისაკენ გვიბიზგებ და მე აგიხსნით რატომ არის ეს აბსურდი ყველაფერს სხვასთან ერთად დასავლეთი ეხმარებოდა და ეხმარება უკრაინას შეერთებული შტატები მათ შორის სადაზვერო ინფორმაციას და იარაღს აწვის დღემდე ის იმ ტრამპის ადმინისტრაციაც კი რომელიც კრიტიკულია ხშირ შემთხვევებში ზელენსკის ადმინისტრაციის და უშუალოდ ზელენსკის მიმართ ანუ ეხმარებოდა და ეხმარება ცუდად კარგად რა საკვირველია ცუდად ბაიდენის პირობებში მაგრამ არც თუ დამაკმაყოფილებლად მაგრამ მაინც და ბუნებრივია დასავლეთს უნდოდა რომ უკრაინა ყველაზე რბილად ვიყო არ დამარცხებულიყო და შესაძლოა გაემარჯვა კიდეც უკრაინას ომში მეორე ფრონტის გახსნა საქართველოსდან საფუძველთა საფუძველი იქნებოდა რომ დასავლეთი რომელსაც უჭირდა და უჭირს რესურსებში და გადაწყვეტილების მიღებებში პირველ ყოვლისა უნდა გაფხრეწილიყო შუაზე და ერთის მხრივ უკრაინას დიდი ნაწილით ასაკვირველია მაგრამ მცირე ნაწილით საქართველოსაც უნდა მიხმარებოდა იმიტომ რომ თუ ესეთი ძლევამოსილია რუსეთი როგორც წარმოაჩენენ კალაძე და ეს ბანდიტები შესაბამისად რუსეთს ეყოფოდა ძალა მე კი მსხვანელად გონია მაგრამ კალაძის ლოგიკას მივყვეთ რომ საქართველოში დაეწყო მათ შორის პირველ ყოვლისა სახმელეთო ოპერაცია ხო და როგორ უნდა შეპირისპირებოდა ქართული არმია ქართული ჯარი ნების შემთხვევაშიც კი რომელიც არ ეკნებოდა ივანიშვილს ეგრამაგის პასუხია ამ ყველაფერს დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე და დასავლეთის ბუნებრივია ორფრონტალური ომი რუსეთთან არ აწყობდა არ უნდოდა და არც შეიძლებოდა რომ სტომებოდა ხო და კალაძე ამასაც გვატყუებს მეთქი ამის თქმა მინდა ანუ ბიზინა ივანიშვილი ამ ტყუილით არის დაკავებული ეხლა კიდევ ერთი გენერალური კითხვა დავსვათ გავიგეთ რომ კალაძე ვერკაჩუნა გავიგეთ რომ კალაძის ინტელექტუალური რესურსი იწრო არის გავიგეთ რომ კალაძე იმეორებს თავის მხრივ ფსბ-ს ინსტრუქციებს არა ივანიშვილის ინსტრუქციებს რომლებიც თავის მხრივ ივანიშვილისთვის მიწოდებულია ლუბიანკიდან
ეს ყველაფერი გავიგეთ ისიც, რომ თვითკრიტიკულობის ნასახი არ აქვს. კრიტიკულად გააზრების ნასახიც არ აქვს. არც კალაძეს და არც ერთ მათგანს. მაგრამ ყველაფერთან ერთად რატომ არიან ისინი ასეთი ყურმოჭრილნი, ასეთი დამოკიდებულნი ივანიშვილზე, რუსეთზე, ერთმანეთზე, აი ამ ბოდვას, რატომ გთავაზობენ პრაქტიკულად ყოველდღიურად მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი ძალაუფლება გაამყარონ და გაამაგრონ და საერთოდ უკლებლივ ყველაფერი. რა ნაბიჯსაც ესენი ავტორიტარულს, ავტოკრატიულს, დიქტატორულს, რეპრესიულს დგამენ, უკლებლივ ყველაფერი არის უკლებლივ ყველაფრის საფუძველი არის მათი ძალაუფლების განმტკიცება და დაღაფვა. დიახ, ტენდერებიდან იქნება, სახელმწიფო შესყიდვებიდან იქნება, სხვადასხვა მაქინაციებიდან იქნება, ძალაუფლების გამოყენებით რაღაცა შეღავათების მიღებიდან გამომდინარე იქნება, თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უკლებლივ ყველა მათგანს უნდა რომ დაღაფოს, ვის მეტი მადამოსულებს და ის ნაკლებ მადიანებს, მაგრამ დაღაფვა უნდა და ძალაუფლებაც კი ამიტომ სჭირდებათ, რომ პალაჟენიე დააყენონ. ისინი ცდილობენ, რომ ძალაუფლებაში იყვნენ მხოლოდ იმიტომ, რომ მეტი დაღაფონ ფინანსური რესურსი და უზრუნველყოფილი ცხოვრება შეიქმნან დარჩენილ წლებში და დარჩენილი წლები კი სწორედ ხელისუფლებაში ან ხელისუფლებასთან გაატარონ. ბიზინა ივანიშვილის გარეშე ხო თითოეული მათგანი ნოლია. აი ბიზინა ივანიშვილი ხვალ რომ ამაზონის ჯუნგლებისში წავიდეს, ამაზონის ჯუნგლებისკენ გაუწიოს გული და ყველა საკომუნიკაციო არხი ჩაკეტოს. არ მინდა თქვა რომ 24 საათში მეთქი, მაგრამ უხეშად ერთ კვირაში აღარ იარსებებს აღარც ერთი მათგანი ბიზინა ივანიშვილის მორალური საპორტის მხარდაჭერის და ფინანსური საპორტ მხარდაჭერის გარეშე. ბიზინა ივანიშვილის ეგრეთ წოდებული რეკომენდაციების გარეშე. ბიზინა ივანიშვილისა, რომელსაც FSB თავის მხრივ ემუშავება. ხო და კალაძე შესანიშნავად ხვდება ამას და არა მხოლოდ კალაძე, მთელი ეს ბანდა ხელისუფლება ამ რეპრესიულ ქმედებებს აგრძელებს მათ შორის იმიტომ, რომ დარჩეს, თორე ფლად ესეთი სულელებიც არ უნდა იყვნენ, რომ ვერ ხვდებოდნენ, რომ რეპრესიული მანქანის ამოქმედება კონტრპროდუქტიულია გარკვეულ შემთხვევებში მაინც უფრო მეტ ბრასს იწვევს. მაგრამ როდესაც შეიშლები ჭკუიდან და ძალაუფლება ესე გრყმნის, შენ მიდიხარ ყველაფერზე, აბსოლუტურ ძალაუფლებაზე, აბსოლუტური ძალაუფლების მოპოვებაზე. კალაძე ლაბანოვსკის მოღალატე, კალაძე შევჩენკოს მოღალატე, კალაძე ქვეყნის მოღალატე, კალაძე FSB-ს აგენტი. და კიდევ რამდენი რამის თქმა შეიძლება უშუალოდ კალაძეზე და არა მხოლოდ მასზე, ხო? ინარჩუნებს ამგვარ პოზიციას, ამგვარ სოფხედვას არასწორია, ამგვარ საჯარო პოზიციას მისდევს თუ ახმიანებს მხოლოდ იმიტომ რომ დააღაფოს. და რაც შეეხება ამერიკელების κρიტიკა, ამერიკელების კრიტიკის საფუძველი სწორედ ეს არის. ამერიკელები ვეღარ შველიან, ამიტომ ამერიკაც არ არის ჩვენი პარტნიორი, ჩვენ თავს უნდა მოვუაროთო, ამას ამბობენ, ოღონდ ვერც იმეორებენ ილიას ცნობილ სიტყვებს, რომლებსაც ახლა მათ არ ვუკარნახებ თეორიულად, რომ არ გამოიყენოს რომელიმე უგვარმა პაპუაშვილმა ხვალ-ზეგ. ვერც იმეორებენ და ამბობენ, რომ ჩვენ სუვერენები ვართ, სუვერენული სახელმწიფო ვართ და ამერიკელების კი ვერ გვასწავლიან ჭკუას. გასწავლიან, ბატონებო. გასწავლიან, იმიტომ რომ მე რამდენიმე ხნის წინ ვისაუბრე თემაზე, რამ ძირითადი მესიჯებით მივიდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრად წოდებულ მაკაბოჭორიშვილთან შეხვედრაზე, რამაც გააოგნა მთელი დიპლომატიური კორპუსი. არ გავიმეორებ ეს, ჩახედეთ რამდენიმე დღის წინანდელ ვიდეო ბლოგს ამავე პლატფორმაზე, სადაც ფოტოზე არის სწორედ კალბატონი ბოჭორიშვილი და კალბატონი დანეგანი არიან ფოტოზე ამ კარტზე, რომელიც გამოქვეყნებულია ვიდეოს წანამძღვარად. და მინდა გითხრათ, რომ დავამთავრებ ასე, შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში, ჩინეთის აქ შემოყვანის კონტექსტში და ეს ხელისუფლება ცდილობს, რომ ჩინეთი შემოიყვანოს
ცდილობს, თუმცა არ გამოსდის ბოლომდე კარგად. ირანის კონტექსტში, შუადერეფნის კონტექსტში, შუადერეფნის უსაფრთხოების კონტექსტში, თურქეთის ევრო გზის განახლების კონტექსტში, სომხეთის ადეკვატური პოლიტიკის კონტექსტში. იმ კონტექსტში, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი უმნიშვნელოვანესია მათ შორის საკრიტიკო შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ხელისუფლებისთვის ადმინისტრაციისათვის დიდი დღე, მოკლედ მე არ ვიცი როგორ, რა მექანიზმით, აქციებიც თავისას იზამს და საერთაშორისო მხარდაჭერაც, ხო, საერთაშორისო მხარდაჭერაზე გამახსენდა მარტო ბალტიელები კი არა ადებენ სანქციებს, კალაძეებს და სხვებს. არამედ აგ გერმანელებმაც კი მიიღეს ამგვარი უმკაცრესი გადაწყვეტილება, რომელსაც კონგრესმენი ვილსონი სხვადასხვის მიესალმა. ეს ის კონგრესმენია, რომელიც არა კვირაში ერთხელ არა, არც ორ დღეში ერთხელ მით უფრო, მაგრამ თვეში ერთხელ კი აკაკუნებს თეთრი სახლის კარზე. და ორ თვეში ერთხელ თუ თვენახევარში ერთხელ მცირე ბრიფინგი, მცირე აუდიენცია აქვს პრეზიდენტ ტრამპთან. კაცრი კაცია. დონალდ ტრამპი. უსამართლოდ რომ ეჩვენება ბევრს იმგვარი კაცი. რომელსაც მარცხენა ფეხის არა თითის ფრჩხილზე კიდია ბიზინა ივანიშვილის 5.6 თუ 7.4 მილიარდი. თავისიც აქვს ბევრი. და ვაჭრობაზე მიდისო ბევრი რო ამბობს. ხო, ვაჭრობაზე მიდის. რა თქმა უნდა, გარიგებაზე, უფრო ზუსტი რო იყო, მაგრამ გამრიგებელიც უნდა ყავდეს ადეკვატური, ვისაც გაურიგდები. კალაძეზე ეხლა არ ვლაპარაკობ. ბიზინა ივანიშვილი ადეკვატური გამრიგებელია კი. თუ სულ გაყიდული, კლავი მეორებ გააყავით ეს ორი სიტყვა, ანუ სულ ყოველთვის გაყიდული, ან თუ გდებავთ შეაერთეთ სულ გაყიდულია, ასაკვირველია რუსეთზე. ნახვამდის.